დილამშვიდობის მეგობრებო, ჯერ კაი დილა. მოვედით თქვენთან. მოვიტანო რაღაც ამბები. როგორ მყავხართ, როგორ ხართ? მომხართ ყველანი კარგად. ჩემო ტკბილო და თბილო ხალხო. ავდექი გუშინ ვეღარ გავაკეთე ხაჭაპურის ცომი და ეხლა მოვზილე და ჩავზილე, გავამზადე ჩემი ჭკუით ქალმა და მოვტრიალდი რომ დროჟია მოყვანილი ჭიქაში დამჩენია. ეხლა შევაზილე კარგად და ვაცდი აბა ერთად 15 წუთს კი ამოვა, ამით არაფერი არ დაშავდება, მანამდე თქვი უი ეს კარი მე მეხარება? ერთს კიდევ ვინახე. ჩავწერ ვიდეოს თქვი მანამდე და კი ამოვა. მოვასწრა უნდა სანამ ჩემი ბიჭი გაიგრძებს, ხაჭაპური გამოვიწყო. ხო, გუშინ გითხარით, მოგიყვებით ჩემი გათხოვების ისტორიას მეთქი, ამდენად რა ვიცი, შეიძლება გამლამძღოთ, შეიძლება გამხნევოთ, მოგიყვებით ჩემი ისტორიას და დანარჩენი თქვენზე იყოს, ოღონდ არ გაგიკვირდეთ, ვიცი, რომ ესეთი რაღაცები ვიღაცისთვის ცოტა გასაკვირია. დიდი არც არაფერი გეტყვით გზადაგზა. ხო, სოფლის სკოლაში ვსწავლობდი მეთქი ხომ გითხარით და ჩემი ქმარი იმ სკოლაში სწავლობდა. მეც იმ სკოლაში და მანაც იმ სკოლაში, მაგრამ ჩვენ შორის 3 წელია განსხვავება და როგორ ვთქვა, კი ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ერთ სკოლაში რომ ვსწავლობ, ისედაც 8 წლიანი სკოლა იყო. კი ვიცნობდი, მაგრამ როცა მე უკვე გავხდი მე-7 კლასელი, 3 წლის უკან მან გადავიდა ქედის ცენტრში, რაიონის სკოლაში და ისე იყო, რომ ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ვინ იყო, რა იყო ვიცოდი, მაგრამ ისეთი არც სიახლოვე მქონდა, ვინმე ჩემთვის ეკითხა, როგორი იყო, შეიძლება კარგად ვერც დამესახელებია, იმიტომ რომ კარგად იმას გულისხმობ აღწერილობას. იმიტომ რომ არც ვაკვირდებოდი, თან არც არასოდეს არ მიფიქრია და რა დროს ამის ფიქრი იყო. მე-7 კლასელი და 6 კლასელი გოგოს ფიქრები და წავედი ქედის სკოლაში და იქ რომ დაამთავრა სკოლა და მე რომ უკვე ქედის სკოლაში გადავედი, ის უკვე ქედის სკოლიდან გამოსული იყო და იყო ჯარში წასული. და ის რომ ჯარიდან ის დაბრუნდა, მე უკვე მაქვს სკოლა დამთავრებული და ამ პერიოდში არა უკვე გოგობის პერიოდში ერთ ბიჭს მოვწონდი, სხვა სოფლიდან დადიოდა ჩვენთან მთაში და იქიდან იცნობდა და ვიცნობდი და იქ მთაში ახლა ახალგაზრდობა სულ ერთად ერთობა, ერთად ვიყავით, ერთად ვატარებდით დროს და ყველას იცნობს და კი ვიცნობდი კარგად, ხდებოდი იმასაც რომ ვიყვარდი, ახლა რა დაგიმალოთ და ცოტა რაღაცა მეც მქონდა, მაგრამ სერიოზული სიყვარული არ იყო. მისგან იყო, მაგრამ ჩემგან იმდენად არა და სანამ ჩემი ქმარი ჯარში რომ იყო და უკვე უკან დაბრუნებას აპირებდა რომ დრო ამოიწურებოდა, ამ მთაშიც დადიოდა ამ გენის ოჯახი და დედამ ეხლა რომ
ჩემი დედამთილია და ჩემი მული მოსვენებას არ მაძლევდნენ იქ. იმათ იცოდნენ რომ ინგლისს მოწონდი, ცოტა რაღაცა მეც მქონდა სიყვარული და არ მაძლევდნენ მოსვენებას. უნდა გაგართხოვოთ და აქედან შემომიჩდნენ, იქიდან შემომიჩდნენ და მთელა ის ისტორიები რომ მოყვე, მაშინ მთელი იგი დამჭირდება და ხარას აკეთებდნენ და ხარას იმის გამო რომ მე მათკენ გადამედგა ნაბიჯი, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდებოდი რომ ვისთვის უნდოდი. ჯერ ეს არც იყო მისი შვილისთვის უნდოდი. მე უნდა გაგათხოვო, კარგ ოჯახში უნდა მოგახვედრო და მთელ რაღაც ისტორიებს და იჯდადნენ, მელაპარაკებოდნენ ასე ვთქვათ, ტვინი იმით მქონდა გამოტენილი რომ ახლა 17 წლის გოგოს მაშინდელ დროს ვამბობ, თორემ ახლა 17 წლის გოგოს შეიძლება ცხოვრება ჩააბარო და სულ სხვა აზრებით მოდიოდეს დღეს, მაგრამ მაშინდელი 17 წლის გოგო ქარაფშუტა ნამდვილად არ ვიყავი. ისე არ გამიგოთ, ქარაფშუტა ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ადვილად დამიყოლიეს ამას ვამბობ. ჩემ ყარად ვერ ვიდექი ჩემ პოზიციაზე და ადვილად დამიყოლიეს, მაგრამ დამიყოლიეს რა ეხლა? იმის უფლებას ვაძლევ რომ მოდიან და მელაპარაკებიან იმ თემაზე რომ უნდა გამათხოვო. ხო და ის ბიჭი ვისაც მოვწონდი, ისიც დუმბაძე იყო და ჩემი ქმარიც დუმბაძეა. მეც დუმბაძე ვარ. ამიტომ ამბობ, არ გაგიკვირდეთ მეთქი არ თქვათ ეხლა როგორ გაყევით თანასოფლელს, როგორ გაყევი შენ მეგვარეს. ჩვენი სოფელი არის ძალიან პატარა. ქედის რაიონის სოფელია. სასოფლო საბჭო დიდია, მაგრამ ჩვენი ცალკე სოფელი პატარაა. 75 კომლია და მთელ სოფელში 2 ოჯახი არის ალიქაძე და დანარჩენი არის დუმბაძე. მაგრამ ერთმანეთის არავინ არაფერი ნათესავი არ არის მთელ სოფელში. და ეს გვარი არის შემოტანილი როგორ იცით? შეიძლება რაღაც რა ვიცი სულ ძირძველი ჩვენ ამბობენ რომ გურიიდან ჩამოსული დუმბაძეების შტო ვართ, მაგრამ ნათესავები ერთმანეთის არ ვართ. ჩვენ თურქეთის ბატონობის დროს ვიწერებოდით ოღლებად, მე სულ სხვა ოღლი ვიყავი, ის ოჯახი სულ სხვა და სულ ყველა იყო სხვა ოღლი. და მე რომ თურქეთის ბატონობა დამთავრდა და ჩვენი ქართველობა ჩვენი დავიბრუნეთ, მე ყველა გადავიდა ერთ გვარზე და გადაიწერა ყველა ერთი გვარი. და ასე გახდა ყველა დუმბაძე მთელ სოფელში. მათი წინა გვარი მგონი აღარც ახსოვდათ. 300 წელი თურქეთი ბატოობდა აჭარას, ხო? წინა გვარი არავის არ ახსოვდა, გახდა ერთი სოფელი, მაგრამ ყველა ერთი გვარის, მაგრამ ნათესაობა არა. სულ ყველა სხვადასხვა არის აქტიური. მამიდა ჩემიც დუმბაძესაა გაყოლილი, ჩემი ძმისშვილიც დუმბაძესაა გაყოლილი, ყველა სხვა არის. ერთი სადღაც თხინარში ცხოვრობს ის დუმბაძე, ის იქ და ასე რომ ბევრი ვართ ძალიან დუმბაძეები შვახევში, ხულოში, გურიაში. რა ვიცი, იქნება და სადმე სულ ჩვენი დიდი წინაპარი კი ამბობენ გურიიდანაა და სადმე შეიძლება ვართ, მაგრამ ნათესაური, მაგრამ ერთი გვარი არ ვართ ნამდვილად. იქ მე შეიძლება სულ სხვა ჩასახლებულები იყო იმ მიწა-წყალზე და ოღლებიდან მე გადავედით დუმბაძეზე და ამის ახსნა იმიტომ რომ არ იფიქროთ მეგვარეს თანასოფლესაც რატომ უნდა გავყოლოდი კი იმისი კითხედვა არ იყო თუ რა, მაგრამ იმდენს მომწონდი და რაღაცა, მაგრამ არა, ჩემი ბედი სადაც იყო იქ და ამ პერიოდში უკვე ეს დედამთილი და მული რომ ასე ტვინს მიიბნევენ ის ვისაც უყვარდი, მომწონდი, ჯარში წავიდა და ჩემი საქმე ჩამოვიდა და
ეგ კიდე მე არ ვიცი, ისინი მელაპარაკებიან, მაგრამ მე არ ვიცი ვის მაყოლებენ, არც დავინტერესებული ვარ, არც ვფიქრობ გათხოვებაზე, ჯერ მაინც პატარა 17 წლის გოგო რა გათხოვებაზე და ხო და მერე ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში ჩემი ქმარიც რომ დაბრუნებას აპირებდა, არ უნდა ჩამოსვლა. აპირებდა კი არა, არ უნდა იქიდან ჩამოსვლა. მე არ ვიცი ეს არაფერი, მერე მოყოლილი ისტორია. არ უნდა იქიდან ჩამოსვლა. ბამზე მუშაობდა ციმბირში, კერძოდ აღარ მახსოვს რომელიც იყო, სამხედრო ვალდებულებას გადიოდა და იქ ძალიან კარგად მოეწყო, ძალიან უფროსთანაც ისე იყო და სამსახურსაც შეპირდნენ და დარჩი აქავე ეუბნებოდნენ. და ქონდა ამას გეგმაში, რომ იქიდან არ მოდიოდოთ, მოწერა თურმე ოჯახს, რომ მე არა, ვერ ჩამოვალ, მე აქ ცხოვრებას გავაგრძელებ, კარგი პირობები მექნება და არ მინდა. და დედამთიმა მიხვდა, რომ ეს ამბავი უკვე ისტორიაში ჩაბარდებოდა და შვილსაც დაკარგავდა, იქ დარჩებოდა და იმდენი იბრძოლა, იმდენი ეხვეწა, რაღაც მოიფიქრა, რომ ჩამოდი ერთხელ მაინც ვნახე მშობლები და წადით მერე ხელს აღარ შეგეშლით და ოღონდ შენ ჩამოდი ერთხელ მაინც გვენატრები 2 წელიაო არ ვნახე ხარო და ასე ტყუილით რა მართლა ისე იყო შვილი ენატრებოდათ, მაგრამ ჩამოიყვანეს თუ არა იმ წუთას გახსნეს ჩემი ამბავი თურმე ოჯახში და ამას ისედაც ჰქონდა ძველი მოწონება ბავშვობის ჩემი, მაგრამ ახლა იქ ჯარში წასულს მე ხომ არ ვახსოვრებოდი. ხო და მერე შეუჩდა დედამთილი, რომ ასე არისო, ეს გოგო მომწონსო, რა ვიცი, კაი ოჯახის შვილი ვიყავი, შვენიერი გოგო ვიყავი. არ მოინდომეს ჩემი სოფლიდან გაშვება და უნდათ რომ მათ ოჯახში შევსულიყავ. და იმდენი იბრძოლა, იმდენი გიქნა, რომ ამ ჩემ ქმარსაც კი ათქმევია და ჩვენს ოჯახში ისე ბები ამყავდა, მე ძალიან ასაკიანი და ჯარიდან ვინც დაბრუნდებოდა, შორიგზიდან ვინც დაბრუნდებოდა, ასე სოფელში იცოდნენ ბებიებთან, ბაბუებთან მისლა, ისინი რომ ვერ მოვიდოდნენ სანახავად, ისინი ვინც ჩამოდიოდა, ის მიდიოდა ეგ სანახავად. მოვიდა იქ ჩვენთან, ეს ჩვეულებრივ ამბავად მიგვაჩნდა ჩვენ და რომ მოვიდა და ბები ანახა, მე შემავლეთო. უნდა რადგან ამათაც გადაუწყვიტეს, რომ არა ვერ წახვალ შვიდო ვერ გაგიშვებ, მერე ჩვენ რა ვქნათ, მარტო ვერ ვიქნებით ამ სიშორე გზაზე, ну რა ვიცი და იმდენი იცდილეს, რომ დატოვეს, აღარ წავიდა. მერე გაიხსნა ჩვენი ამბავი. ეს იცდილა ჩემმა ქმარმა ჩემთან დაახლოება რაღაცნაირად მაინც ერთი სოფელია, სადმე ახლოს მაინც მოყვები, ერთად სადმე ქორწილია თუ რაღაც და ტელეფონი. და ამ პერიოდში უკვე ვისაც მოწონვან, ის არის ჯარში. და ისე მოხდა, რომ ეს პერიოდია რუსეთიდან რომ უკვე ჯარს ქართველები, ჯარი რუსეთის ჯარში რომ ქართველებიც იყო უკან დააბრუნეს და ქართულ ჯარში ჩამოვიდნენ. ის პერიოდი ის ბიჭიც ჩამოვიდა და გაიგო ეს ჩემი ამბავი. მე აქ მთელი ამბავი იყო თურმე. ხო და ამ პერიოდში მე უკვე იმდენად გაკეთდა ჩემი საქმე, რომ მე უკვე ვარ დანიშნული. და მე იმ ბიჭმა მისი დები გამოაგზავნა თურმე ჩემ ძმებთან, ჩემ დასთან, რომ ასე არისო და არაოდან მაინც არ შევეშვებიო და დააბრუნოს ნიშანიო და მაინც არ გამოვეკ საქმე და დააბრუნოს ნიშანიო და ეგ ამბავი ჩემამდე არც მოსულა და თან სოფელში მაშინ კი არა ყოველთვის ეს სირცხვილი იყო, ეხა დანიშნულ გოგოს ბეჭედი მოგეძრო და გაყოლოდი ჯერ ერთი არ მქონდა მეთქი ეხლა მასთან მოწონება ვერ ვიტყვი, მაგრამ ისეთი შეყვარებულები და რაღაც ისეთი არ ვიყავით და ხო და მერე
ძალიან განიცდიდა თურმე ეს ამბებიც ყველაფერი მოვიდა ჩემთან და ისე თუ ასე არ მითხრეს, დამალეს, არ მომიყვანეს ამბავი ჩემებმა, არ გაიტანეს გარეთ და სადღაციდან ეს ამბავი მიიტანეს ჩემ დედამთილის ყურამდე, რომ ასეთი ამბავი ხდება და ამ გოგოს შეიძლება რომ აზრი შეუცვალონ და გაყვეს იმას და არა და დედამთილს თავიდანაც ისე იყო რომ არ უნდა სხვას გავყოლოდი, გინდა თუ არ გინდა მათ ოჯახში უნდა და შევსულიყავი და ჩემ ქმარსაც ეხლა უკვე დანიშნული ვარ, უკვე ხდებით ერთმანეთს, უკვე იმასაც აქვს ჩემთან სიყვარულის მოწონება და დედამთილმა თქვა თურმე რომ არა საჩქაროდ ქორწის მომობად თავი რომ ეს ამბავი სხვანაირად არ დასრულდეს და უცებ სადღაც დეკემბერში ვიყავი დანიშნული და აპრილში უცებ ქორწილი იანვარში შემისრულდა 18 წელი და აპრილში უკვე всё მოება ყველაფერი თავი და გავეთხოვე. ასე აღმოჩნდი დუმბაძეების ოჯახში, ასე მოხდა ჩემი გათხოვების ისტორია და მე ბიჭმა ძალიან ბევრი ის ჯარში იყო კიდე, ქართულ ჯარიდან იქ მე გამიგია ამბავიც მოვიდა ჩემამდე რომ დებს უსაყვედურა და ერთი რამ გთხოვეთ და ვერ გააკეთეთ, ვერ მოაბით თავი და რა უნდა ამაში მე უნდა მექნა, მე უნდა დამეტოვებინა ეს ბეჭედი და გავყოლოდი მას თორემ. ხო და მაგრამ რა ვიცი, იმას ვატკინია თქული, მაგრამ მე ამ ოჯახში მშვენივრად, ლამაზად, ბედნიერად ვარ. შვილები, ორი ბიჭი, მშვენიერი ბიჭები მყავს. ბრძალი მყავს, მშვენიერი, კარგი ოჯახი მაქვს. იმ ბიჭსაც აქვს გადასარევი ოჯახი, ძალიან გვიან დაქორწინდა. რა იცი, რადგან ჩვენთან დადიოდა მთაში, უფრო ადვილად გაიგებ მის ისტორიას, თორემ მე კი არ ვკითხულობ ახლა ის რა შობა და როგორა და რაღაც მე რაში მაინტერესებს. უბრალოდ ამბავი მაინც მოდის, რადგან ერთ მთაში დავდიოდი და მშვენიერი ოჯახი აქვს, ერთმა ბედნიეროს. ასეთი ისტორია მქონდა მე. ანუ ამიტომ გავუთხოვდი 18 წლის ასაკში და ასე უცბად მომიხვიეს თავი 3 თვეში. უცებ ხო ისტორიები ვის უფრო სხვანაირი და სხვანაირი აქვს, მაგრამ იმიტომ მოვყევი ახლა რომ მეც დუმბაძეა, ჩემი ქალის დუმბაძეა და აი როგორ გაყვა თანასოფლოს და მეგვარეს, ესეც რომ გწოდნოდათ, ამიტომ მოვყევი და თან ის რომ როგორ გავთხოვდი 18 წლის ასაკში. მინდოდა სწავლა, მინდოდა საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე, მინდოდა რომ რაღაც მაინც მესწავლა და დამემთავრებინა, მაგრამ არ გამომივიდა, ჩემი ბედი რაც იყო ის იყო და ჩემი ბედის არ ვარ უკმაყოფილო, უბრალოდ ის იყო რომ რომ ესწავლა კარგი იქნებოდა. ეხლა გამომადგებოდა. მაგრამ არა შავს. ჩემმა შვილმა ისწავლა, ჩემმა შვილმა გააგრძელა ცხოვრება, ისწავლა, მიაღწია იმას, მე რაც მინდოდა, არა, მაგრამ მას რაც უნდოდა იმას და თავარია ცხოვრება გაგრძელდეს, იყო ბედნიერი და არ იყო გონატკენი მთელი ცხოვრების. უბრალოდ ისტორია იყო, თქვი მოგიყვებით მეთქი და მოვყევი. თორემ ისეთი ისტორიები მაქვს მოსმენილი, რომ ჩვენ სოფელში მაგალითად ასე იქ სხვა სოფელში გოგოს ათხოვებდა თავისი ოჯახი სხვასთან, არ უნდოდა ამ გოგოს გათხოვება და მოსკოვში ჩააკითხა ჯარში მის შეყვარებულს და გაიპარა სახელიდან ჩააკითხა და მაინც გათხოვდა და მაინც არ გაატანინა სხვას მისი და მიჭყვარდა იმას გამო. ისტორიების მეტი რა არის, უბრალოდ მე ჩემი ისტორია მოგიყვარდა. იქ შიგაში რაღაც ბევრი რაღაცა იყო კიდე საინტერესო, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება. უბრალოდ მოკლედ მოგაწოდეთ ჩემი ამბავი.
ხაჭაპურის ცომიც ამოვაიხლა, ხაჭაპურსაც გამოვაცხობ. დღეს რაღაც სადილიც მაქვს დასაკეთებელი. მოვიფიქრებ რამე და გავაკეთებ დღეს ერთად. დღესაც მაგარი სიცხე გვაქვს. ესე ცხელა ჯერ დილაა და მე რა იქნება კაია მაინც კაია რაც არ უნდა ცხელოდეს მაინც კაია ასე რომ ნახოთ მე რას მოვიფიქრებ რას გავაკეთებ მე ახლა დილას ვიღებ ამ ვიდეოს ძალიან ადრე, მაგრამ როდის დავდებ არ ვიცი და შეიძლება თქვენამდე გვიან მოვიდეს და არ ვიცი, შეიძლება გადავაბარ ამ კიდევ სხვა ვიდეო და შეიძლება საღამო შემოდიათ და ჩემო მეგობრებო, ჩემო კეთილო ხალხო. აი, კიდე მუშაობენ ამ სიცხეში, სიცოცხლე. ძალიან რთულია რომ ვიყურებ ახლა ჩემთან ასე ხომ ჩანს ყველაფერი და ვიყურებ. მართლა 30-38 გრადუს სიცხეში ღია ცის ქვეშ მუშაობენ შენებლობაზე ბიჭები. მართლა მაგარი ცოდვები არიან რა. რა უნდა ქნა ვის რაც შეუძლია იმ საქმეზე მუშაობს და ასეთი წვალებით რომ ოჯახში ფულს შემოიტანს ადამიანი იმპულს ზომიერად დახარჯვა უნდა და დაფასება უნდა. ვის მოაკლოს რომელი არც არავის ყველა სამსახურს თავისი შრომა აქვს და ყველა თავისებურად მწვალობს. ზოგი გონივრულად ტვინითაა ჩართული, ზოგი ფიზიკურად, ზოგი რით, მაგრამ ესეც არის ერთადერთი არა, ერთ-ერთი ძალიან მძიმე სამუშაო, ძალიან. ეხლა რომ შევატრიალო კამერა და გაჩვენოთ, კარგად ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ცოტა შორს არის და ვერ დაგანახებ. მაგარი სიცხეა, წყალია ქვემოთ და ნახევრად ალბათ სველიც არიან. მაგარ სიცხეში თავზე კასკები, სპეცოლკები ჩასწმული და მუშაობენ რა ვიცი რა, ცუბრები არიან. იყო ერთი დრო რომ ერთი წელი ჩემ აქვამაც იმუშავა ასე და სახში რომ მოდიოდა რა ვიცი რა, ადამიანს აღარ გავდა ისე განადგურებული, გადაღლილი და ეხლაც მუშაობს. მთელი დღე გასულია დილას 5-დან რა ვიცი ხან 4-მდეა, ხან 3-მდეა. წვალობს. ისიც ახლა იგიც წვალობს, მაგრამ და ისე დაღლილი მოდის რომ არ მოვიდე რომ მოვა და არ დაიძინოს ალბათ თან მერე ხომ იცით ასაკიც მისაშვრება 55 წლისა და ყველა შრომას და ყველა თითოეულ კაპექს დაფასება უნდა და ზომიერად დახარჯვა უნდა. ნამდვილად ტანჯვით და მწვალებით მოაქვთ ყველას ფული. მე ვიგრილებ სიგრილეში ვარ აივანზე გამოსული. ის კიდე წასული 5:30 იყო დღეს რომ წავიდა. სიცხეშიც უწევს კიდე მუშაობა, ტავარი უნდა აიღო, გადაანაწილო, მიიტანო, რა ვიცი რა. ძიმე საქმეზეც და სიცხეშიც. მაგრამ რას ვიზამთ, ვისაც რა ეხერხება და ვისაც რა შეუძლია, ისე შრომობს და ისე შოულობს ერთ-ორ კაპექს. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. არავის არ აქვს დამხენილი. ღმერთმა უნარი მისცეს ყველას, რომ შეძლოს, იმუშაოს, არჩინოს ოჯახი,
ხელშეწყობით და დაფასება ქონოდეს ყველას. უმადურობა არ უნდა მოდიოდეს ადამიანისგან, რომ ვერ დაუნახო და ვერ დაუფასო შემოტანილი თითოეული კაპიკის ფასი არ იცოდე ოჯახის წევრი. უმადური უნდა იყო. რანაირი ოჯახები არ არსებობს. ზოგს პირიქით გააქვს იქით, ზოგს შემოაქვს. ზოგი კიდევ რაში გადაყრის ფულს არავინ არ იცის. ესეთი ოჯახები არსებობენ მართლა. რა ვიცი. ცხოვრება არის სხვადასხვანაირი. დროებით მეგობრებო, ეხლა გავაკეთოთ, თორემ გაიგოძებ ჩემი და შიერს ვერ გავუშვებ. არ მინდა რომ გარეთ ჭამოს, არც ის მინდა რომ შიერი წავიდეს. ყველანაირად ვცდილობ რომ სახლიდან მაწყარი გავუშვა, რომ მთელი დღე არ ეყოფა რა თქმა უნდა, მაგრამ შუა დღემდე ხოლმე ყოფა და მე საღამოს ისევ სახლში მოვაშე ჭამს და დიდად იმ გარეთ გაკეთებულ ცომეულებს და ზეთიანში ზეთში მოხარშულ ერაშკებს და რამეს ნუ მიირთმევს მეთქი. ამიტომ დილიანად ვუმზადებ, რომ შერი არ გავუშვა. დროებით მეგობრებო, არ ვიცი რა მომყევი ჩემი ისტორია, ისე რაღაცეები ზოგჯერ ჩემი დელს რომ უსმენ, მე თვითონაც არ მომწონს იმდენი შებრკოლებები და შვალებები მაქვს, მაგრამ არ მიყვარს ისე დაუფიქრებლად ნასროლი სიტყვები. ფიქრობ, ვაანალიზებ და ისე ვლაპარაკობ ყველაფერს და იქ მაგ ისე შეტორმუზებ. კარგად მეგობრებო, კარგად არა, დროებით მეგობრებო, იქნება ამ ვიდეოს გადავობა ისევ შემდეგი და იქნება საღამოს მე.